როგორ პარტნიორს უნდა ვუფრთხილდეთ ცხოვრებაში, რომ ზედმეტი პრობლემები ავირიდოთ თავიდან. მე არ ვაკონკრეტებ პარტნიორი კაცია თუ ქალია, რადგან ორივე შემთხვევას იდენტური, ასე ვთქვათ, შედეგები შეიძლება მოსდევდეს. პირველი ეს არის ალკოჰოლ, ნარკოდამოკიდებულებს და ასევე გემბლერებს, თამაშდამოკიდებულებს. რატომ? ასეთი ურთიერთობაში შესვლისას, ყოფნისას, ან გაჩერებისას თქვენ მარტივად რო ვთქვათ, ხართ ან მსხვერპლი, ან ხართ ხსნელი. ორივე შემთხვევაში გამოდიხართ რესურსი სხვა ადამიანისთვის. ამ ტიპის დამოკიდებულებებს აქვს ძალიან ღრმა სხვა საფუძველი, ეს საოჯახო სცენარებთან მიდის. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ამ დამოკიდებულებებით რაღაცისგან თავის დაღწევას ცდილობენ, ამიტომ თქვენ იმ თავარ პრობლემას ვერ მოაგვარებთ სავარაუდოდ, შესაბამისად გამოვა რომ საკუთარი ცხოვრების დათმობა მოგიწევთ და სანამ ბაზისურ თავარ პრობლემას არ მოაგვარებს ადამიანი, არაფერი საშველი გამოსავალი არ იქნება. თქვენ ყოველ შემდეგ ჯერზე უბრალოდ იფიქრებთ, რომ ეს ახლა დამთავრდება ყველაფერი და ხვალიდან ყველაფერი იქნება უკეთესად. ხვალიდან შეიძლება უკეთესად არ იყოს ყველაფერი. მეორე, ეს არის კაცების შემთხვევაში დედიკოს ბიჭები და ქალების შემთხვევაში ერთგვარი მამიკოს გოგოები. ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით არის ნათქვამი. ესენი არიან ღრმა ინფანტილიზმში მყოფი ადამიანები, რომლებიც მიჯაჭულები არიან მშობლებს, მათგან ვერ აღწევენ თავს ვერანაირად. ასეთი პარტნიორის ყოლა თქვენთვის არის ის, რომ განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა პრობლემაა, იმიტომ რომ პარტნიორი არასოდეს აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ყველაფერს გადმოგაბარებთ და გადმოგაბრალებთ თქვენ და თქვენ იქნებით, ასე ვთქვათ, ორ ტომარამოკიდებული ადამიანი ცხოვრების რაღაცა გზაზე. აი როგორც ხარის უღელშემული ხარები ინაწილებენ ხო იმას, რა ქვია, ტვირს და წონას და ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი ხარი უბრალოდ უარს ამბობს რაღაც თავის ამბავზე, გვერდით მოყვებათ და თქვენ ცალუღელა ხარი ხართ და მიათრევთ ცხოვრებას და მერე სადღაც ერთად მიდიხარ და ერთად თანაბრად ჭამთ, შეიძლება გვერდით მყოფმა ხარმა თქვენზე უფრო მეტიც კი მიირთვას. ასე რომ ასეთ შემთხვევაში ასეთი ტიპის პარტნიორიც ფიქრობს საფრთხილოა. შემდეგი პუნქტი, როგორ მამაკაცებს ან როგორ ქალებს უნდა უფრთხილდეთ. კაცების შემთხვევაში ესენი არიან მექალთანეები, ქალების შემთხვევაში ესენი არიან ქალები, რომლებიც მუდმივად ფლირტაობენ სხვასთან. ასეთი ტიპის ურთიერთობაში თქვენ ვერასოდეს იქნებით ბედნიერი, ვერასოდეს იქნებით კმაყოფილი ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ ასეთი ადამიანები სინამდვილეში სექსუალურად ძალიან სუსტები არიან. მეორე, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები არიან ემოციურად მოუხელთებლები. ისინი სხვა პრობლემის მოგვარებას ცდილობენ ამითი. მექალთანე კაცი, რომელიც დაასდევს ყველა ნებისმიერ ქალს, ასე ვთქვათ, და ცდილობს რომ ყველგან რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობა გააბას. ყველაფრის მიუხედავად თქვენ მუდმივად გამყოფებთ რაღაცა ესეთი საქანელას რეჟიმში. ერთ დღეს იქნება თითქოს თბილი, მეორე დღეს ის იქნება მოუხელთებელი. ამიტომ ასეთ ურთიერთობაში ყოფნა არ არის სასურველი. შესაძლოა ღალატს ჰქონდეს ადგილი თქვენს ცხოვრებაში პარტნიორის მხრიდან, ეს დასამუშავებელი საკითხია, თან მით უმეტეს თუ თქვენ ეს გაიგეთ, მაგრამ აი ასეთი მოდი ესე ვიტყოდი, აცანცარებული ადამიანი თქვენს ცხოვრებას რაღაცნაირად გახდის ცარიელს. ამიტომ ასეთ პარტნიორს მე გირჩევთ რომ მოერიდოთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ხოლმე, ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები. თქვენ თვითონ დიაგნოზს ვერ დაუსვამთ, ვის აქვს ეს ნარცისული პიროვნების აშლილობა, თუმცა
რაღაცა ინტუიციით ამას ხანდახან ადამიანი გრძნობს, ამაზე ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, თუ ნახავთ სხვა ვიდეოებს იქ შეიძლება ამ თემაზე წააწყდეთ თქვენთვის საინტერესო კონტენტს, მაგრამ ასეთი ადამიანებზე უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ნარცისისტვის თქვენ ხართ მხოლოდ და მხოლოდ საშუალება იმისთვის, რომ საკუთარი თავი განადიდოს, თქვენ უნდა დაგამციროთ, თქვენ უნდა გამოგშიგნოთ და საკუთარი თავი უნდა განადიდოს. აქ გამოსავალი არის ხოლმე ორი, ან თქვენ ხართ მისი, ასე ვთქვათ, რაღაცა სრულიად გაუფასურებული არაფერი მის ასეთი პარტნიორის ცხოვრებაში, როცა სჭირდება მოდის და თქვენით იკვებება, სადაც ლეში როგდია ისე და ნადირობს, ვთქვათ, ხო? ეს ტაცებელი, ვერ იშოვა საკვები, მოდის და ისევ თქვენი ლეშით იკვებება. აი ესეთ მდგომარეობაში იქნებით. ან არა და უბრალოდ მაინც მოგიწევთ საბოლოო ჯამში დაშორება. ამიტომ ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას უბრალოდ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი ურთიერთობა ყოველთვის რაღაცნაირად თითქოს ჩიხთან მიდის. და შემდეგი ბოლო შეიძლება ასე ვთქვათ, ითქვას, ეს არიან ფსიქოპათები. ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ქალებს მოსწონთ ასეთი ტიპის მამაკაცებთან ურთიერთობა, ისინი თითქოს ჩანან, რომ აი ძალიან ვაჟკაცური ტიპები არიან, რაღაცა ფეთქებადები არიან, უცბად შეიძლება საყვარელ ქალს თითქოს გადაეფარონ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ რო ეს მოგწონთ სადღაც გარეთ, როცა ვიღაცას ყელში წვდება თქვენს გამო მოულოდნელად აფეთქდება, ყოველთვის მარტო გარეთ არ გააკეთებს ამას, ერთხელაც ის მოტრიალდება და სახლშიც დაიწყებს კბენას. ამიტომ თქვენ მზად უნდა იყოთ ამისთვის, ხანდახან ქალებს ეშლებათ ერთი რაღაც, რომ უკვეთავენ ასეთ რაღაცა სცენარს მამაკაცებს და შემდგომ შედეგს როცა იღებენ, ეს ძალიან არ მოსწონთ. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ ფსიქოპათი ადამიანი ყოველთვის არის ძალიან საშიში. ამას მოყვება ყოველთვის ძალიან მძიმე შედეგები და ამ მძიმე შედეგების თავის არიდება პირველივე გამოვლინებაზე, ნიშნებზე თქვენ უნდა მოახდინოთ რეაგირება და საკუთარი თავი უნდა დაიცვათ. პირობითად თქვათ, პირველივე მსგავსი შემთხვევა თქვათ, ან ძალადობის, ემოციური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, როგორც კი იქნება თქვენს მიმართ, თქვენ აუცილებლად თავი უნდა დაიცვათ, იმიტომ რომ ეს პროცესი მერე გაგრძელდება და შედეგი შეიძლება დადგეს სამწუხაროდ ფატალური. ფსიქოპათები ყოველთვის არიან ხოლმე ადამიანები, ვისთვისაც სხვისი არსებობა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს მეორე ადამიანი მისთვის არის რაღაცა ტიპის მასალა და არ უყურებს იმ მეორე ადამიანს როგორც თანასწორს და აი შეუძლია ნებისმიერი რაღაცა ვთქვათ დამართოს, კარგიც დამართოს, ანუ კი არ აი ამ სიტყვას აქვს მნიშვნელობა რომ დამართოს, ხშირ შემთხვევაში ჩვენ კარგს დავმართებთ ხოლმე სხვას, ესეც ძალადობით შეიძლება ხდებოდეს, ან ცუდი დავმართოთ. ამიტომ თუ ასეთი ადამიანი თქვენს ირგვლივ არსებობს, თუ ის ავლენს ფსიქოპათის ნიშნებს, ხშირად ეს რაღაც გარკვეული ტიპის სამსახურებთანაც არის ხოლმე კავშირში. ეხლა არ დავასახელებ, ალბათ მიხვდებით რა სამსახურსაც გულისხმობ. უნდა იცოდეთ, რომ დღეს ის სადღაც სხვას შეიძლება უტყავდეს ხელკეთს, ხვალ ეს ხელკეთი მოგიბრუნდეთ შინ. ამიტომ კარგად დაფიქრდით პარტნიორთან ურთიერთობისას რისი დათმობა გიღირთ. აქაც ვიტყვი იმას, რომ ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ ასეთ ურთიერთობებში ხართ, რაღაც დააშავეთ, უბრალოდ ესე მოხდა, ასე გჭირდებოდათ იმ მომენტში. ახლა მაინც შეიძლება რომ ამაზე დაფიქრდეთ, რაღაცა შეცვალოთ, თუ თქვენ თვითონ ვერ ცვლით სთხოვოთ სპეციალისტს, რომ დაგეხმაროთ, გვერდში დაგიდგეთ, ეს სამარცხვინო არ არის, ეს ჩვეულებრივი მომენტია, რადგან ყველაზე კარგი ექიმიც საბოლოო ჯამში სხვასთან მიდის ხოლმე სამკურნალოდ, იმიტომ რომ ესეთია ცხოვრება. თუ მოგწონთ ის კონტენტი, სადაც ახლა ამ ვიდეოს თქვენ უყურებთ, გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ და დაესწარით კურსებს ფასკუნჩი გურამ ეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში, სადაც სხვადასხვა მიმართულების და თემატიკის ძალიან საინტერესო კურსები დაგხვდებათ.